გამარჯობა ჩვენო ძვირფასო გამომწერებო. დღეს მინდა გადავიღო ერთი კონკრეტული მომენტი ჩვენ გარაჟში. მოკლედ რა ხდება? ხო და წავალთ ახლა ამ შესანიშნავი მაიბახით. ამერიკის ბიჭება რომ მილიონამდეო გვაკეთებაო ერთი მანქანაო და მოკლედ $1,000,000 ღირებულების მანქანებს გაჩვენებთ ახლა თქვენ რაც საყენია ჩვენ გარაჟში. ხო და წავედით მოკლედ მაიბახ 62-ით. თუ არ ვწდები ბოლო ნამდვილი მაიბახი რომელიც გამოვიდა. იმის მე რაც Mercedes-მა იყიდა, ბევრი მაიბახი გადმოვიდა, ბევრი ყრია, მაგრამ Mercedes-ის და არა მაიბახი მე თუ მკითხავ. ხო და მე ხა ნამდვილი მაიბახიდან მოგესალმებით. სხვათა შორის ეს მანქანა ისეთი ადამიანის არის, ვინც მისი გამოყენება იცის. არაერთი მაიბახი და არაერთი ლიმუზინი ყოლია. მაგრამ არ ვიცი ხა მაგ თუ რა უფლება ვისაუბრო ამ ადამიანზე, ასე რომ ჩვენს მოხმარებელზე ინფორმაციას ნებართვის გარეშე ვერ გავცემ, ნებართვა არც მიკითხავს და არც ამიღია, შესაბამისად მე პატრონზე ბევრს ვერ გესაუბრებით. სამაგიეროდ შემიძლია ესე კომფორტულად მოვთავსდე ამ მაიბახში, დავტკბე ესეთი ულამაზესი ჭერით, რომლის დაბურვის სისტემაც არის სხვათა შორის აირზე, გაზზე. ხო და პანორამული სისტემა, უბრალოდ როგორც ვიცი, გაზით იბურება. იმიტომ რომ ზე არ ჩამოვიდეს და არის ძალიან ლამაზი. მეტი ხა მაიბახი არ ვიცი, ჩემი ცხოვრება ვერ მოვაწყო ისე რომ მაიბახები ბევრი მყოლოდა და შემდეგ უკვე ერთი მეორედისთვის შემედარებია, თუმცა ერთი ლიმუზინის ყიდვა მეც მოვახერხე, რომლის ვიდეოსაც რა თქმა უნდა თქვენ ჩვენს YouTube არხზე მიმდინარე წელს იხილავთ, სამწუხაროდ ჩვენი YouTube-ისთვის და ახალი წლისთვის ლიმუზინი შევიძინე, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა 27 ნოემბერს, ხოლო 28 ნოემბრიდან ქვეყანაში დაიწყო პერმანენტული აქციები და ჩემი ლიმუზინისთვის არც მე არ მქონდა თავი და რა თქმა უნდა არც ხალისი არ იყო ქვეყანაში. შესაბამისად ამ ლიმუზინის გადაღება გადავდეთ, სამწუხაროდ ახალ წელს არაფერი არ შემოგთავაზეთ, თქვენ იცით რომ შარშან ჩვენ საახალწლოდ ძალიან ლამაზი ვიდეოები გადავიღეთ, ჩვენი მანქანა მოვრთეთ, ესკორტიც გავაკეთეთ, მოკლედ ძალიან ლამაზი იყო. წელსაც გვინდოდა, მაგრამ ვერ ვქენით რიგი მიზეზების და გამო რომელიც უკვე დაგისახელეთ. ხო და ჩვენი ლიმუზინის პროექტიც გზაშია, კეთდება. ამასაც რა თქმა უნდა ვიდეოებს რამდენიმე სერიად ავტვირთავთ, როგორც მე გეგმაში მაქვს, თუ ამ გეგმას მივყვებით, რამდენიმე სერიად ავტვირთავთ. მანამდე კი ჩვენს YouTube-ზე ველი თქვენს გამოხმაურებებს, ძალიან ბევრ კომენტარებს, მოიწონეთ ჩვენი გვერდი, უკაკუნებთ 10,000 გამომწერს, რომელიც ეხლა გარაჟისთვის ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით საქართველოში ყველაზე კარგი შედეგია, მაგრამ რატომ 100,000 რო იყოს რა ვის რა დააკლდება და ვის არ გაეხარდება, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ძალისხმლაკი, მოკლედ YouTube კარგად არ ვიცი, მაგრამ რაც ხდება YouTube-ზე ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი საპორტის მიზნით და დამიჯერეთ რომ ჩვენ კიდევ ბევრს გავაკეთეთ, რომ ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. კიდე რა მინდოდა მეთქვა. ჩვენი სპონსორის შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა იცით რომ ეს ვირტუალური სპონსორია, სპორტული სპონსორი საერთოდ არ არის, გამოგონილი სპონსორია, მაგრამ YouTube-ს უხდება სპონსორობა და გეტყვით რომ ჩვენი სპონსორი არის Slebet.G, ითამაშეთ დედის ტყნამდე. ეს არის ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო, რა თქმა უნდა ფეიკი, რომელიც მოსახლეობას და საქართველოში ძალიან ბევრი არის გემბლერი, თითქმის ყველა გემბლერია. არა აქვს მნიშვნელობა ბარში, მთაში თუ ქალაქში, არ ვიცი, ყველგან გემბლერები არიან და ამ გემბლერების შემცირების მიზნით აუცილებლად ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზეთ, შევეწინააღმდეგო ამ გემბლინგ კამპანიას. აკრძალვას არ ვითხოვთ, აკრძალვები საერთოდ ჩვენ არ გვჯერა, მაგრამ მეც და ჩემი რამდენიმე თანამშრომლიც, რომელიც აქტიურია Slebet-ის კეთებაში, ჩვენ გვჯერა რომ აკრძალვის გარეშე საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერით და მაგალითების ჩვენებით შესაძლებელია რომ 1%-იც რო შემცირდეს გემბლერების რაოდენობა საქართველოში, ჩვენ ვიტყვით ჩვენი საქმე გავაკეთეთ. მოკლედ, გემბლინგი არის მხოლოდ გართობისთვის და ფულის საშოვნელად არ გამოდგება. ერთ კონკრეტულ სათამაშო პირობებში, ანუ ერთხელ რომ შეხვალთ კაზინოში, ან ერთხელ გახსნით ონლაინ ტოტალიზატორს ან კაზინოს, მოგების შანსი გაქვთ 30%, ხოლო პერმანენტულად თუ გააკეთებთ ამ ყველაფერს 0.05%-ზე ნაკლებიც არის გემბლინგიდან თქვენი პროფიტი, ანუ მოგების შანსი. ასე რომ დაივიწყეთ გემბლინგი არ არის ფულის საშოვნელად არის 24 საათიანი შრომა. ხო და ნელ-ნელა ჩვენც ახლა გარაჟში მივახლოვდით, ბევრი ვისაუბრეთ უკვე ჩვენ სპონსორზე და დავიწყოთ კონკრეტულ ციფრებში დათვლა, გვიყენია თუ არა ახლა ჩვენ გარაჟის სერვისზე $1,000,000 ღირებულების ავტომობილები. მაიბახის კარებს რო შენით გააღებ, ვერასოდეს ნახავ ცხოვრებაში გოლდიგერს, იმიტომ რომ იმან შენზე ადრე იცის რომ მაიბახის კარები შენ არ უნდა გააღო. დავიწყეთ მოკლედ დათვლა. ბრაბუსი, G700, რომელიც არ არის ახალი ძარა. რაც იმას ნიშნავს, რომ $700,000 მაგივრად ძველი ძარა ეღირება სადღაცა $150,000 ფარგლებში, მაგრამ ჩვენ ჩავთვალოთ $125,000, რომ მე არ დამიწყოთ, რომ ძალიან გაბერი ფასებიო. Elixi
LX600 VIP-ა თუ არ ვწდები, $118,000 გადაიხადა ჩემმა მეგობარმა რამოდენიმე თვის წინ რომ შეიძინა. პლუს ამას ჩვენი დამცავი ფირი აქვს დაკრული, $125,000 ჩავთვალოთ. ესეც გამოვიდა უკვე ორი მანქანა $250,000, ხო? იქეთ არ გჭირდება ის ხურდა, ის შეგვიძლია ვაჩქოთ ვალეტს, როცა მაიბახით მივალთ დაუშვათ პარკინგს. თქვენ ხედავთ მაიბახ 62-ს, რომელიც ბოლო მაიბახი იყო საერთოდ მთელ მსოფლიოში. რაც იმას ნიშნავს, რომ მე ვნახე მისი საბაზრო ღირებულება, ისეთ რამ მდგომარეობაში დაახლოებით 100-120,000 ღირს, ხოლო რომ მოინდომო და კარგ ფორმაში ჩამოიყვანო ასეთი მანქანა, რა ვიცი, ხა უცებრო ფული გაისროლო, სადღაც $150,000 უეჭველი გინდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეს უნდა ჩავთვალოთ $150,000-ად. ხო და აქეთ უკვე $250,000 ხო გქონდა, კიდევ $150,000 გახდა რომ $400,000-ზე ავედით. გელენდვაგენი. ახალ-ახალი გელენდვაგენი 20-25 წლის. აი, ერთი კვირისაც არ არის, რომ იცოდეთ. საიტზე ავაწყვეთ, არ ვიცი რამდენად დავამონტაჟო და შევძლებთ სკრინების ამონათებას, ყველაზე საბაზისო მოდელი საიტზე $278,000 ღირდა. თორნიკე, რა ფერი მიუთითე შენ იქ? რაღაცა მსგავსი. შესაბამისად, მე იქ რაღაც ლამაზ დისკს რომ მოუპწიჭკავთ, კიდევ მატას რო გახდით და კიდევ რაღაცა ერთ-ორ მარილს რომ მოაყრეთ $300,000-ზე ნამდვილად ახლავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მანქანა $300,000-ად უნდა ჩავთვალოთ. ავედით $700,000-ზე, ხო ასე არის. და დაგვრჩა მილიონამდე, თუნდაც Ferrari. არის F8 ტრიბუტო, რომლის ფასიც პირველივე ნახვაზე რო ვნახე $800,000 იყო, მაგრამ ნუ კაი დაივიწყეთ, ჩვენ ფასებს არ გავბერავთ. ეს მანქანა $800,000 ალბათ არ ღირს, მაგრამ დამერწმუნებით რომ $300,000 ნამდვილად ღირს. ხო და ამ მანქანაზე საქარემინა გაგვიტყდა რამოდენიმე ხნის წინ, როცა ბურავდით და შესაბამისად ახლის ყიდვა მომიწია. ახალი საქარემინა იმდენი დამიჯდა რომ დამიჯერეთ თლიანი მანქანა $300,000 უეჭველი ეღირება. ხო და ავედით შენ $1,000,000-ზე. ხო და კიდე თუ ვინმე რაღაცას გვეტყვის რომ გინდა თუ არა ფასები გაბერილიაო, იქეთ კიდე F8 აყენია, რომლის ფასი დაახლოებით $15,000-ია და რაღაცას მიამატეთ კიდე თუ გინდა. თუ არა გარაჟიდან გავალ და კიდე შემოვიყვან გარაჟში სხვა მანქანას, რომელიც 100% აგვიყვანს $1,000,000-ზე. ხო და ეს მოკლე ვიდეო რისთვის იყო და რას ემსახურებოდა. მე ვაპირებ და ჩემი გუნდი აპირებს აქტიურად YouTube-ის კეთებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭირდება თქვენი საპორტი. ეხა შენ თუ ვიყურებ მობილურით, ორჯერ დააკლიკებ ეკრანზე პაუზის ღილაკს, გამოიწერე ჩვენი არხი, მაგრად დაგვეხმარები, თუ გვიყურებ კომპიუტერში, აი ეს კლავიატურზე გრძელი კნოპკა რო აქვს. პარაბელი ერქვა მაგას ჩემ ბავშვობაში. Space ქვია მეგონი ინგლისურად, დააჭირე მაგას, დააპაუზე, გამოგვიწერე, ყველაფერი გააკეთე, რაც გჭირდება და მე გპირდები რომ ძალიან ლამაზ კონტენტს შემოგთავაზებთ. აბა დროებით.